ყველაზე მაგარი კომედიები და მოკლემეტრაჟიანები ფეხბურთზე გვაქვს, ხო? გინდა ფეოლა, გინდა ბურთი და მოედანი, რა ვიცი, ეს იგი იმ დროიდან მოყოლებული რა. ფეოლა მაინც ძალიან მაგარი. ფეოლა მაინც ძალიან მაგარი. და მოედანიც მაგარი. მონაკვეთი მოუჭერი, ძალიან მომწონს ეს მონაკვეთი რა. პელეს და იმის იაშინის სურათებს რო უყურებს. გავუშვით რა ეს რა. ძალიან მაგარია იპო არე. ძალიან მაგარია. ხალხში მექნება საქმე? ხალხში მექნება საქმეო და მაგარია. მეორე გავუშვით, მეორე არის ძალიან მაგარი. ხალხში სპორტულებში რომ მიდის. მოვიგეთო და გაგიჭირდებოდა. არა, ეგ ვარადი ხო, მაგრამ ეს ბოლოშია. ძილი თამაში. ერთ ბურთს დაგავ. ა? ენახევარ დასასრულ დავეხმარე. კარგად. აბა. უი, ჩაბა. შეტევა. ატაკავსტე ჩემი სტილი. არ დაგავიწყდე ჩემი სტილია. ხო და ეს სულ მახსოვს ხე ჯერ ერთად უყურებდით 78 წლიდან ერთად უყურებთ სოფლიო ჩემპიონატებს რა მე მამაჩემი ჩევიძმა და ნუ მთელი ის იყო რა მარწყები მაროჟნები ზაფხულში არ იყო ეს ჩემპიონატები რა და პირველი იყო აი ეს რომ გადმოცეს უკვე პირდაპირ ეთერში და რაღაცა ყველა მთელი თამაში მთელი სოფლიო ჩემპიონატი იყო 78 წელს გადმოცეს ეს პირველად რა მთელი ჩემპიონატი იყო 78-ში. მთელი ჩემპიონატი იყო პირველად. 74-ში არ იყო მთელი ჩემპიონატი, პოლუფინალები და ფინალები იყო რა და იქ იყო უკვე კემპესი და რაღაცეები იყო, მაშინ იყო მთლიანად. ხო და ნუ მე იყო 82-ში და იმაში იყო გადმოცეს და ეს მახსოვს რა, ძალიან ისეთი მზადება იყო ყოველი ფეხბურთის წინ რა, იქ და ეჩები ზაფხულია ისე მარწყვია ყველაფერი საზამთროა რა. ისე მიყვარდა ეხა ეს ამბავი თვითონ ეს პროცესი ისე მიყვარდა რომ ფეხბურთი ჩემიყვარდა მაგრატო ეხა პროცესმა ფეხბურთი შეგაყვარა ხო? ფეხბურთი შეგაყვარა ხო და ნუ იქ სხვადასხვა იყო იქ მამაჩემი ბრაზილიას ბალერში იყო და ჩემი ძმა ბრაზილია საზღვარგარეთ მეც ბავშვობიდან ბრაზილიას შემატკივარი მამაჩემი ცუ რა მამაჩემი ნუ ვერა თქმევინებ რომ პელეზე უკეთესი ვინმე იქნება ან იყო ან როდისმე რამე იქნება რა და ამას ამტკიცებს კიდევაც რომ სამჯერ არის რა სოფლიო ჩემპიონი ბოლო-ბოლო რა ეთანხმები ნამდვილად ხო და თუ გიждდება ამ ბრაზილიელებზე და ბრაზილიელებზე რო ვეკითხები რომ რაღაცა ისა შენი ხუთი საყვარელი ბრაზილიელი ვინ არის რა ნუ ხო ясნია ხა პელეთი იწყებს და მე ნუ ჩამოდის იქ რა ჯერ ძველებს იძახის რა გარინჩას იძახის ხო გარინჩას იტყვა ტოსტაოს იტყვის ტოსტაო იქნებოდა იძახის და ძველებს იძახის რა უფრო რა მაგრამ მე აკეთაც ეს სერიოზულად ეს რომარიო უყვარდა ძალიან ალკაო რომარიო ისა რივალდო უყვარდა მაგრად ხო ეს რონალდო კაცო რონალდო და რონალდინიო ეს რონალდინიოს ნაირი ტექნიკა მე არ ვიცი რა ბურთან მაინც სხვანაირად ფლობდა მაგრამ მაგას ეძახდა ცირკაჩიო მაგას პელეს რო ვადარებდი ხოლმე ეგ ცირკაჩია არა პელესთან შედარება ხა არავისი არ შეიძლება ხა პელე იყო და სხვა მაგრამ ცირკაჩის გარდა კაცო ისა არა გოლს არდებდა და უყვარდა მაგრამ არა ნუ პელეს თუ ვინმეს შეადარებდი გამორიცხული მეფე აბა ყველა ეხა ყველა შეარკვეს მეფე ფეხბურთს არა იქ ჩემი ძმა ის შევიდა არა რა პელე და მარადონა და ის იყო ეს პელე მარადონა არა ჩემი ძმა კრუიფის ტიპი იყო მაინც რა იმიტომ რომ და ჩემი ძმა ჰოლანდიის ბალერშიკები ვიყავით მეც კრუიფის ტიპი ბრაზილიას ხო მსოფლიოზე ხა პრინციპში კრუიფი როცა უკვე კრუიფი რო კრუიფობდა მე ვიყავი კრუიფის ფანი მაგრამ მიყვარდა კრუიფის ხოთა შორის და მაშინ გულშემატკივრობდი ჰოლანდიის ნაკრებს